სასახლის ღობის საქმის პროკურორს ჯერჯერობით კომენტარი ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ მედიასთან არ გაუკეთებია. სავარაუდოდ სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს ბრალდების მხარეს სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და უფრო მეტი დეტალი გახდება მედიისთვის ცნობილი, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებულების უფლებადამცველებს, ადვოკატებს, რომელთაც ვკითხეთ, რას ფიქრობენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს რაიმე სიგნალი პროკურატურის მხრიდან, რომ სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. უფლებადამცველების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ საპროცესო შეთანხმებას, აღიარების სანაცვლოდ ისინი არ დათანხმდებიან, ელოდებიან სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოსგან, სურთ რომ სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ გამოაცხადონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულოდ მიიჩნევენ თავს, მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურად მართული სასამართლო ვერ გაბედავს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოცხადებას და ამიტომ ისინი მზად არიან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით დაიწყოს მოლაპარაკებები, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ მხოლოდ სატელევიზიო ეთერებით ისმენენ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ჰუმანურობასთან დაკავშირებით, აქტიურ ნაბიჯებს კი სახელმწიფო ბრალდება არ დგამს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, თავდაპირველად სწორედ მზაობა პროკურატურამ უნდა გამოაცხადოს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და დაიწყოს მხარესთან მოლაპარაკებები. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ადვოკატების პოზიცია, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების პრემიერმა თქვა, რომ საჭირო არის ჰუმანურობის გამოვლინება სახელმწიფოს მხრიდან. კი, შეწიკ. ნახე, აი ეს არის. და ვინ არის ეს კაცი? სულურად ვინმეს გაუკეთეს საპროცესო, ტელევიზიით ერთს საუბრობენ და რეალურად მეორეს აკეთებენ. რეალურად არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა საპროცესოზე. ხომ და იყო შემოთავაზება, რომ თქვათ, თანახმა იყო, ან არ იყო თანახმა. რეალურად ჩემ დაცვის ქვეშ ყოფს გიორგი რურუას აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები. მას აქვს უმძიმესი დაავადებები, ძალიან მძიმედ არის ციხეში. მივმართე პროკურატურას, თუმცა ამ დრომდე მის მიმართ, მივმართე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გირაო შეეფარდებინათ და გამოსულიყო გარეთ, თუმცა ყურად არავინ არ იყო ამ დრომდე. პროკურატურისგან ელოდებით ნაბიჯებს. პროკურატურას მხოლოდ საუბრობს საჯაროდ თითქოს და საპროცესო და ჰუმანური აქტებს უშვებს, თუმცა ამ დრომდე რეალობა სულ სხვა არის, თითქოს და დასცინიან პატიმრებს ესეთი რაღაც გამოდის რა. ამ დრომდე არანაირი საპროცესო შეთანხმებაზე არ ყოფილა შემოთავაზება, ასე რომ ეს ყველაფერი ფაქტობრივად არის ცრუ დაპირება, მე ასე ვფიქრობ. ვერ გეტყვით რა გულისხმობს ამ შემთხვევაში პრემიერი, როდესაც ამბობს, რომ ჰუმანურობა უნდა გამოიჩიოთ, მაშინ როდესაც ამ შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ედავებიან ქმედებას, რომელიც რეალობაში არ განუხორციელებიათ. თუ ეს არის ჰუმანურობა, მაშინ მე გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ავითარ საპროცესო გარიგებაზე საუბარი ვერ იქნება ჩვენ მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ალექსანდრე ჩილაჩავის მხრიდან, იმიტომ რომ ქმედებას, რომელსაც ის ედავებიან, რეალობაში არ განუხორციელებია. ამიტომაც მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ქმედება, აღნიშნულ საქმეში ჩვენ არ ვაპირებთ საპროცესო შეთანხმების დადებას, ვინაიდან ალექსანდრე ჩილაჩავა მის მიმართ წარდგენ ბრალს არ აღიარებს. არავის ხელში არაფერი არ ჭერია და დღეს ეს ადამიანები როგორ დაკავებულები არის, 5-წამიანი კადრით, 6-წამიანი კადრებით, ზოგადად კადრებიც კი არ ჩანს და ამ ადამიანებს არ ჩაუდენია დანაშაული და რაც შეეხება, ხო, ჰუმანურები უნდა იყვნენ კი არა, ეს ადამიანები უნდა გაანთავისუფლოთ. აღნიშნულთან დაკავშირებით მე ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებთან არ მისაუბრია, ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. საპროცესო შეთანხმება ზოგადად კანონი ითვალისწინებს გარემოებას, როდესაც ადამიანმა უნდა აღიაროს დანაშაული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციაში მე ვისაც ვიცავ, არ ვიცი სხვებს რა პოზიცია ექნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვისაც ვიცავ, ეს ადამიანები დანაშაულს არ აღიარებენ. სასახლის ღობის საქმეზე დღეს 14 ბრალდებული იჯდება სასამართლო პროცესზე, რომეო ტყეშელაშვილი რამდენიმე წუთში გახსნის სასამართლოს ხომას. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულებმა ისაუბრონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და გამოეხმაურონ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როგორც პირველებისთვის გახდა ცნობილი. დღეს პროკურატურა საქმეზე 4 ექსპერტს გამოკითხავს, ჰაბიტოსკოპებს, რომლებმაც ვიდეო და ფოტომასალები შეისწავლეს და მოახდინეს ბრალდებულების იდენტიფიცირება. ამ მოწმეების გამოკითხვა დიდად დაცვის მხარისა და დაკავებულებისთვის საინტერესო არ არის, რადგან ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ ისედაც არ აყენებდნენ, რომ საპროცესო აქციაზე იდგნენ. გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს მთავარი ამბავი მაინც ის არის, რას იტყვის პროკურატურა, აქვს თუ არა მზაობა სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ეს კითხვა აქტუალური სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გახდა. სავარაუდოდ სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორი ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას.